მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. საქართველოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ჩვენი თაობის, არამედ საქართველოს ისტორიულად განსაზღვრული არჩევანია და მეტიც, ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი. ეს ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არ მივილწვით ევროპისაკენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სიმდიდრეა, განვითარებული ეკონომიკაა, ყველაზე სრულყოფილი განათლება და ჯანდაცვის სისტემა. არც მხოლოდ იმიტომ მივილწვით, რომ ახალგაზრდებს დასავლეთში ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვთ მათი ნიჭისა და უნარების გამოსავლენად. და არც მხოლოდ იმიტომ მივილწვით, რომ ხნიერი ადამიანები ყველაზე უკეთ არიან იქ დაცულები. საქმე იმაშია, რომ ჩვენ თავად ვიყავით და ვართ დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და სვლა ევროპისკენ ჩვენთვის სახლში დაბრუნებაა. ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი მწერლობა ევროპული მრავალფეროვნების ერთ-ერთი განუყოფელი და უნიკალური ფერია. ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება, ჩვენი ოქროს ხანაც ხომ დასავლეთთან არის დაკავშირებული და გაჭირვების დროსაც იმედის თვალი ყოველთვის დასავლეთისკენ ჰქონდათ მიყობილი ჩვენს დიდ ქართველებს, სულხან საბას, ილიას, იაკობ გოგებაშვილს და სხვა კიდევ დიდ ქართველებს. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ და ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ დასავლური ერი ვართ და არასოდეს ავირჩეთ სხვა გზას. ჩვენ ეს დავადასტურეთ არა მხოლოდ ღრმა წარსულში, არამედ უახლეს ისტორიაში. ჩვენ ეს დავადასტურეთ მაშინ, როდესაც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. ჩვენ ეს დავადასტურეთ მაშინ, როდესაც 1918 წელს ევროპაში ერთ-ერთმა პირველებმა მივანიჭეთ ქალებს საარჩევნო უფლება და ჩავატარეთ თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნები. დავადასტურეთ მაშინ, როდესაც 1921 წელს მივიღეთ ევროპის ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია. დავადასტურეთ მაშინ, როდესაც 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ავუჯანყდით ბოლშევიკებს და დავადასტურეთ მაშინ, როდესაც 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი სიცოცხლის ფასად პირველი დამანგრეველი დარტყმა მივაყენეთ ბოროტების იმპერიას და უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით დამოუკიდებლობის კვლავ მოსაპოვებლად. და მაშინაც დავადასტურეთ, როდესაც 91 წლის 9 აპრილს აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ზვიად გამსახურდიამ წარმოთქვა ისტორიული სიტყვები. მაშინაც დავადასტურეთ, როდესაც 99 წელს გავხდით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და უკვე ზურაბჟვანია თქვა ისტორიული სიტყვები. დავადასტურეთ მაშინ, როდესაც 2003 წელს მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის გზით დავამარცხეთ რუსული გავლენის კორუმპირებული ხელისუფლება და შეუმდგარი მართლაც სახელმწიფოდან გავხდით წარმატებული ქვეყანა, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ასე რომ დასავლური გზიდან გადახვევა, ძვირფასო მეგობრებო, არა გეოპოლიტიკური არჩევანია საქართველოში, არამედ საკუთარ თავზე, საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა. ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მინდა კარგად გავიაზროთ ერთი რამ. დასავლურ და ევროპულ განვითარებაზე კონსენსუსია თანხმობა ჩვენ საზოგადოებაში იმდენად მაღალია, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერცერთ დროსა და სივრცეში ვერ გეტყვით ღიად და გახსნილად, რომ ჩვენ აღარ გვინდა ევროპა და დასავლეთი. ვერ გეტყვით. მაგრამ მისი ქმედებითა და ღირებულებებით შეგიძლიათ უტყუარად ამოიცნოთ, ვინ გადაუხვია საქართველოს საიმედო ევროპული ვექტორიდან, ვინ გვაგუებს ნელ-ნელა აზრს, რომ შეგვიძლია უარი ვთქვათ ევროპაზე. ყველა, აბსოლუტურად ყველა ავტორიტარულ და ოლიგარქიულ რეჟიმს თუნდაც საწყის ეტაპზე სიტყვითა და დეკლარაციებით პროდასავლურს უდგება ეს მომენტი, რომ ღიად უნდა თქვას უარი ამა თუ იმ ფორმით ევროპულ გზაზე. ეს მომენტი აუცილებლად დგება, რადგან თუ გინდა ქვეყანას ერთი კაცი და მისი მორჩილი მთავრობა მართავდეს და თუ გინდა ოპოზიციისგან და სამოქალაქო სექტორისგან მუდმივად მტერს სახავდე და თუ გინდა სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდე, თუ გინდა სასამართლო კლანი დაკონტროლო ქვეყანა მანამ სანამ არ მოგვეზდება, აუცილებლად და გარდაულად დადგება მომენტი, როცა მოგიწევს უარი თქვა დასავლეთთან ერთად სიარულზე. რადგან ევროპის ღირსეულ წევრად ყოფნა და რუსეთის მსგავს ჩამორჩენილ ავტორიტარულ და ბნელ პროვინციად ყოფნა ერთდროულად ერთად უბრალოდ არ გამოდის. ეს აქსიომა.
ჩვენ გვახსოვს ეს გადამწყვეტი მომენტი, როგორ დადგა რამდენიმე წლის წინ უკრაინაში. როცა იანუკოვიჩის კრეპტოკრატიულმა რეჟიმმა ვეღარ შეათავსა თავისი რეალური ზრახვები და ევროპული რიტორიკა და შედეგად რა მოხდა? შედეგად დამარცხდა. ჩვენ გვახსოვს იგივე პროცესები მოლდოვაში და დასავლური ძალების გამარჯვება არჩევნებში. ეს მომენტი დგება აქაც, დგება ჩვენ სამშობლოში, დგება საქართველოში. ოლიგარქ ივანიშვილს აღარ გამოსდის ორმაგი თამაში და თვალთმაქცობა. აღარ გამოსდის, რომ თან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ევროკავშირის მედიაციით მიღებულ შეთანხმებებზე, რეფორმებზე ისაუბროს და თან პარალელურად ხელისუფლება შეინარჩუნოს. გაყალბებით, ძალადობით, გაუქმებული ინსტიტუტებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. მტრად დასახული სახალხო დამცველითა და მესამე სექტორით. ფიზიკურად ნაცემი მედიით და გათელილი სასამართლოთი შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამიტომაც ჩვენ ხედავთ და თვალყურს ვადევნებთ რას? საჯაროდ როგორ ამცირებენ საქართველოს დასავლელ მეგობრებს და ხან გიზმანტასებს უწოდებენ და ხან აი სულ ბოლოს ესტონეთს ურჩიეს მიხედონ საკუთარ თავს იქ ბალტიის პირეთში და ჩვენ შეგვეშვა. როგორ არაფრად მიაჩნიათ ჩვენი მეგობრების წუხილი და სენატის კონგრესის, ევროკავშირის შეფასებებს საჯაროდ როგორ დასინიან ამას ვადევნებთ თვალყურს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. თავზე როგორ გადაახიეს ევროპას 19 აპრილის შეთანხმება, ამასაც ვადევნებთ თვალყურს. და ბოლოს მუქარა და შანტაჟი, რომ საერთოდ არ გვადარდებს ევროკავშირის დახმარება და ჩვენი კოოპერაციის პროგრამა. და ამ დროს რა ხდება? ამ დროს მეორე მხარეს რას ვადევნებთ თვალყურს? მეორე მხარეს ჩვენ ხედავთ მარბიელთა ჯგუფებს თბილისის შუაგულში და ვხედავთ ევროკავშირის დამწვარ დროშას. ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოიღოს, მაგრამ როდის უნდა მოიღოს ბოლო? ბოლო უნდა მოიღოს 2 ოქტომბერს. ეს ღირებულებითი ცივილიზაციური ბრძოლა იქნება და არა ადგილობრივი არჩევნები. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ შესაძლოა არ მოგწონდა 19 აპრილის შეთანხმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს მეგობრებს და რატომ არ მოგწონდა? რადგან არ გვჯეროდა და ბუნებრივია როცა არ გჯერა ვერ მოიწონებ იმას ისიც არ გჯერა. არ გვჯეროდა რომ ოლიგარქი ივანიშვილი რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებდა. არ მოგწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ ბევრ რამეში მართლები აღმოჩნდით. იმის ჩათვლით, რომ ქართული ოცნება არაპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემას და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩახსრობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი. მაგრამ ახლა ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სალთქნეთთან შედარებით. ბოლო დღეების მოვლენები ევროკავშირის დახმარებაზე უარი ყველაფერს თავის სახელს არქმევს თუ არ არქმევს, უფასო მეგობრებო. რა თქმა უნდა არქმევს. მე მინდა აგიხსნათ, რომ 300 მილიონ ლარზე მნიშვნელოვანი, ანუ იმ 75 მილიონ ევროზე გულისხმობ, ამის უკან რეალურად რა დგას? ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. საერთოდ არაფრის შუაშია საგარეო ვალზე შეთხზული ტყუილები. საერთოდ არაფრის შუაშია, რაც ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს. აქ მთავარი პოლიტიკური განაცხადია, მეგობრებო. და რა არის ქართული ოცნების ეს მთავარი პოლიტიკური განაცხადი? არაფრის ფასად აღარ გვინდა ევროპული რეფორმები. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უფრო წინა, ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობაო. აი ეს არის მათი მთავარი პოლიტიკური განაცხადი. ესაა ღია განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე. სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც ევროპული გზიდან გადახვევის საბოლოო და ყველასათვის ნათელი მტკიცებულებაა. გახდა ბიძგი, რამაც მეც და ჩემი მეგობრებიც მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შევკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ
ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასალურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ხელს ვაწვევთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს და ქართველ ხალხს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს. იყოს დასავლური ოჯახის წევრი. გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ დიდარ დემოკრატიულ საქართველოს. ისე კი სინამდვილეში ევროკავშირი საქართველოს მხრიდან ნაკისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით. ქვეყნის ცუდი ხელისუფლება აქვე უნდა გავითვალისწინოთ ძვირფასო მეგობრებო, რომ სახადია. თითოეული ჩვენგანისთვის ქვეყნის ცუდი ხელისუფლება არის სახადი, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა. დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გვინდა ნათლად და ცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცეთ უფლებას ქართულ ოცნებას გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 53%-იანი ბარიერის ვერ გადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვის შესახებ. ძვირფასო მეგობრებო, ქართველებო, თანამემამულეებო, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. მოდით 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე და გააკეთეთ არჩევანი. გააკეთეთ არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ. მოდით რეფერენდუმზე და უარი უთხარით რუსეთს. მოდით რეფერენდუმზე და დაიცავით თქვენი სამშობლო და მისი მომავალი. მოდით რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი 51-ის გარდა. ხალხთან ერთად, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად, სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჩვენ სხვა გამოსავალს არ დავუტოვებთ ივანიშვილს გარდა რიგარეში არჩევნებისა. დიახ, 2 ოქტომბერი რეფერენდუმი იქნება. დიახ, ოცნება მარცხდება ამ რეფერენდუმში. დიახ, მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხში ერთად ვართ და დიახ, დასავლეთი ჩვენს გვერდით დგას. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი ხელმოწერით დავადასტუროთ, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ რეფერენდუმზე გავდივართ და 53%-იანი ბარიერი იქნება ის განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოუტანს ხელისუფლებას. ეს მთავარი საკითხი უკვე წონის ახლა ყველაფერს. ერთ მხარეს ვართ ჩვენ ყველა, ოპოზიცია, საზოგადოება, დასავლეთი. მეორე მხარეს ივანიშვილი და რუსეთი. ეს ბრძოლა, ხალხო, კითხვის ნიშნები აღარ არის. და ჩვენ ყველა ხალხი, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, აუცილებლად მოვიგეთ ბრძოლას 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. და თაობებს, რომლებიც დღეს სახეზე ვართ და ცოცხლები ვართ და ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, აი ამ ხალხს ჩვენ უნდა გვიამაყებოდეს, რომ განგებამ მოგცა შესაძლებლობა გავაკეთოთ დიდი საქმე სახელმწიფოსთვის და ეს შესაძლებლობა ჩვენ თაობას ეძლევა 2 ოქტომბრის. 2 ოქტომბერს გვეძლევა ყველანი რეფერენდუმზე და ყველანი გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა.